დედაქალაქის პარალელურად 33 დღეა ზუგდიდში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ. პირველი რაც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა გააკეთა, ეს არის ხელი მოაწერა კანონს აქციებისა და დემონსტრაციების შესახებ, რის მიხედვითაც აკრძალული არის აქციაზე ნიღბის ტარება და ასევე პიროტექნიკის გამოყენება. დღეს ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ნიშნად იმისა, რომ ისინი არ ცნობენ არალეგიტიმურ პრეზიდენტს და არალეგიტიმურად მიღებულ კანონს, ნიღბით მოვიდნენ აქციაზე და სწორედ სამართალდამცავების გაფრთხილება მოყვა პირველ შემთხვევაში მათ გამოჩენას, ხოლო არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები და ისინი განმარტავდნენ, რომ არ ცნობენ არალეგიტიმურად მიღებულ კანონს არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ და სწორედ პროტესტის ნიშნად არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებს, რამაც გამოიწვია ის, რომ საბოლოოდ ორივე მათგანი 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, ანუ 2000 ლარით დააჯარიმეს. შემდგომ კი პროტესტის ნიშნად მათ პიროტექნიკაც გამოიყენეს. ამ კონკრეტულ ფაქტზე ჯერჯერობით უცნობია დაჯარიმდნენ თუ არა, რადგან ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება ამ კონკრეტულ ფაქტზე არ არის ზუსტად ჩამოყალიბებული პიროტექნიკაში რა შედის. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით აქციის მონაწილეებისთვის არ ქონიათ გაფრთხილება, ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, რომ ისინი ამ კონკრეტულ ფაქტზე პიროტექნიკის გამოყენებაზე ხელმეორედ დაჯარიმდნენ თუ არა. მე ხა საშუალება მაქვს შეკითხვით გადავიდე მარიამ სიჭინავასთან. ეხა ზუსტად თქვენ კადრში ხედავთ აი ამ ნიღაბს, ეგრეთ წოდებულ, ნიღაბად შეიძლება ჩაითვალოს ეგრეთ წოდებული ნიღაბი, ეს არის ქუდი, რომელსაც ყველა იყენებს ზამთარში და სწორედ აი ამ ქუდის გამო დაჯარიმდა ის დღეს. როგორი არის, პირველად გაფრთხილება მიიღეს და შემდგომ რო არ დაემორჩილეთ, თქვენ რომ არ დაემორჩილეთ, უკვე ჯარიმა გამოგიწერეს და გაგაფრთხილეს ამის შესახებაც. ხო, ეს არის ეგრეთ წოდებული ბალაკლავა, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყინვის დროს, ხვირი, პირი, ყურები, რა ვიცი, შუბლი, რო არ გაეყინოთ და რო არ გაცივდნენ. ეს ნიღაბიც რომ იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვემორჩილებით არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ არაკონსტიტუციურ კანონებს, არ ვემორჩილებით ამ პოლიციას, რომელიც არალეგიტიმური მთავრობას ემორჩილება. პოლიცია არის კანონგარეშე, შესაბამისად ისინი ვერ მოგვიწოდებენ ვერაფრისკენ, ვერ ჩაგვაბარებენ ვერანაირ ჯარიმის ოქმს, ვერ დაგვიჭერენ იმ რაც არ უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა, უნდა იცოდნენ და კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამით ჩვენი პროტესტი არ გაჩერდება. ხვალაც ამ ბალაკლავით ვიქნები, ხვალაც ავაფეთქებ პიროტექნიკას, ზეგაც, მასეგაც, იქამდე სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და არ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს. ამ ადამიანებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ წინააღმდეგობა ჩვენ ვერ გვაშინებს, ვერანაირი კანონი ვერ გვაშინებს, წინააღმდეგობა შობს უფრო დიდ წინააღმდეგობას და ყოველ დღე ელოდან ახალ სიურპრიზებს. კიდევ ერთი აქციის მონაწილე, თქვენს დაჯარიმდით, როგორც გაირკვა 2000 ლარი. რას მოყვა ის? მოკლედ, თავიდან დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც არალეგიტიმურ პარლამენტს, არც არალეგიტიმურ პრეზიდენტს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არის კონსტიტუციის ფარგლებს გასცდა მთავრობა, ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო მთავრობა, რომელიც ახლა ყავს საქართველოს. არც ვემორჩილებით პოლიციას, რომელიც გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს. და მას შემდეგ, რაც მოვედით ამ აქციაზე დღეს, რადგან შემოვიდა რეპრესიული კანონი, რომელიც კრძალავს ამ სახის ნიღბის, ქუდის, ვთქვათ ასე, გამოყენებას, პოლიცია მოგვიწოდა, რომ ეს ნიღბები მოგვეხსნა და როცა განვუცხადეთ მათ, რომ არ ვემორჩილებით, არალეგიტიმურია მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნა, რადგანაც არ ვაღიარებთ ხელმოწერას ხელდასმული პრეზიდენტის, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პაველაშვილის ხელმოწერას არ ვაღიარებთ და ის არაკონსტიტუციური არის. უთხარით, რომ ჩვენ არ მოვიხსნით ამ ნიღბებს. შესაბამისად, გვითხრეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება და თვითონ ოქმი არ გადმოგცეს, მაგრამ გვითხრეს, რომ დაგვიბარებენ სასამართლოში და მანდ უკვე მოხდება თვითონ დაჯარიმების აღრიცხვა. 2000 არის ჯარიმა, როგორც ვიცით. მიუხედავად ამისა, შემდეგ ჩვენ ასევე გამოვიყენეთ პიროტექნიკა, იმისთვის რომ გვეჩვენებინონ, რომ ჩვენი წინააღმდეგობა არ გაჩერდება და არ შენელდება. ძალიან ვთხოვ, ეხა პირდაპირ ეთერში უკვე გააშუქეთ რეგიონები, იმიტომ რომ ის რეპრესიები, რომლებიც ხდება თბილისში, ბევრად უფრო მეტი ძალით შეიძლება განხორციელდეს რეგიონში, რადგან აქ ვდგავართ
შეიძლება 50 ადამიანი ვიდგათ, შეიძლება 1-ის და შეიძლება 2-იც, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველი წინააღმდეგობა, კონსოლიდირებული წინააღმდეგობა ქართველი ხალხის იქნას გაშუქებული და ეს ასევე ხელს შეუწყობს პროტესტის ძალას და მუხტს. როგორც გითხარით, საპროტესტო აქციები გრძელდება, აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხვალ ისინი 12 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეხვდებიან ახალ წელს და აქედან მოუწოდებენ მთელ საქართველოს, რომ გამარჯვებამდე, სანამ სახელოვნად არ გაიმარჯვებენ, მანამდე ეს აქციები იქნება უწყვეტი და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტის არც ერთ კანონს ისინი არ დაემორჩილებიან და არ მისცემენ საშუალებას არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ მოსახლეობაში მათი შეხვედრები გაასაღონ რეალობად და სწორედ აქციის მონაწილეები დღეს უკვე ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ ხვალ 12 საათზე ისინი სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეხვდნენ ახალ წელს.